აშლოვნის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებით. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და ყურადღებით. ცოლად მას ჰყავდა ქართლი და მოყვანილი ქალი, მაგდა. მისი ხმა და სიმღერა ისე ხმად მიდიოდა კაცის გულში, ისე სიამოვნების ჯრუნტუს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბი და მაგდანი სულ 5-6 წლის ჯვარდაწერილი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი, ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ქალი იყო ქეთო, ლამაზი, თეთრი ბაბლის გულასავით. უყვარდა თავისი დედის სიმღერა. ხშირად ამხერებდა და სულგანაბური ყურს უგდებდა მთელი საათობით. დედმამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა. სუშეთთან არა ვარ, ძალიან ქეთო ნახე ჩიდები, ჩიდები ჩიორებო, სად ყოფილ ხარ, რა გინახარ, ჩემი ქეთო აგინახარ, და მე ხომ აქო, რომასადა ეზოში ჭერებს თამაშო, მაშინ გავიქეთ. პატარა ქალბატონის მოსულა. მე გოგონა სასიცოცხლეში. იმიტომ რომ გასწავლებული სილამაზე. მამა, იცი რა თქვენ დაძინა? შეგიძლია იესო ქრისტე, თეოქთისა, გადმომხედე და დამეხმარე, რომ უკეთ შევიცნო შენი ხატები. მომეცი ძალი და გონება, რომ ჩემი სწავლის და გულმოდგინები გავახარო. დედა, მამა, ბაბუ და ყველა ვინც მიყვარს. ამინ. ოჩახ ალექსი. მოდი ახლა ორ პატარა ასო შევიდოთ, როცა ყველა დაუქებით თქვენ გადაეშალოთ. წიგნების საყვარელ და ბევრ სიხარულს მოგდათ. შეხედეთ. აი, ია, აი, ია, აი, ია. Thank you.
გამიგა ზურაბატონო, შვილი მოკაცებს ლეკება წლების წინ. ვისაც მოასმინძენ, ზუსტად მათზე გვაქვს ჩვენ ეჭვი. ამას წინან რაებთან ვყავ. შეკრება გონა გვარის წარმომადგენლებს. მის სახლში ერთი გოგონა დავინახე. მის დანახვაზე შენი ოქროსფერიანი და ცისფერ თვალება ქეთო დამიდგა თვალზე. აშკარად ისურდა იყოს, ეჭვი არ მეპარება. მახსოვს მე შენი სიკეთეს ზურაბ და ნება მომეცი, რომ სიკეთით გადაგიხადო. კარგია. უკვე გვიანია კეთოს დაბრუნება. ხო, ნუ მონტაჟი ის გაგასწრეს რომ ქართველი გოგონა ხარ. აი კეთო, შენი საყვარელი მეგობარი ალექსი და მოვიდა. კეთო, საყვარელო დაიკო. წამოდი, შენ საყვარელ წყალსთან წავიდეთ. მე არაფერს გამო. მენდე, გახსოვს? წების სინათ მოვდიოდით, ან ვასწავლობდით. შეხედე, დედა შენი გამოვხარგული აია, ჯერ კიდევ შენახული მაქვს. იცი, ამას ყოველდღე ვიღებდი ხელში და ისი მეც მაძლედა, რომ დაბრუნდებოდი. აი, დაბრუნდი. კეთო, გახსოვს, ამ წყალოსთან ლოცულობდით და ღმერთი ყველაფერს გვისრულებდა. ისიც არ გახსოვს, კირიელეისოს რომ გალობდით. აი, მისმინე. კირიელეისონ. ძალიან მენატრებოდი. ლეკება რომ გაგიტაცეს, მეც იქ ვიყავი. ბოლოს მე დავინახე, ვერ მიხსენე. ძიძას დავითისა და გოლიათის შესახებ ვუყვებოდი და ზუსტად ამ დროს გაგიტაცეს. ვერსადე შევძოლებოდი მათ, მაგრამ ვერაფერი შევძელი. ის მაინც რომ შევძელი, რომ შენ მთელი გულით მელოცა და აი დაბრუნდი.